მოგესალმებით, მე გახლავართ თეა ბორციკული, ნიკოლოზ ბერბერაშვილის დეიდა. ვარ საქართველოდან. ამბავი დაიწყო ასე 2009 წელს დაიბადა ნიკოლოზი, რამოდენიმე მანკით. ერთ-ერთი არის ყბასახის მანკი, საკმაოდ რთული სტრუქტურის, მას აქვს ორი ენა, სასის ნაპრალი, გახსნილი, ზედ განთავსებული კბილებით. საქართველოში არ გაკეთდა ეს ოპერაცია, რადგან იყო უნიკალური შემთხვევა, სამწუხაროდ არ ჰქონდათ გამოცდილება ჩვენს ექიმებს და არც შესაბამისი აპარატურა, რომ სწორად დაგეგმილიყო მისი ოპერაცია. ნიკოლოზის რთული და იშვიათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მოძიება საზღვარგარეთ კლინიკის, კერძოდ თურქეთში. დავუკავშირდით სამედიცინო ტურიზმის კომპანიის ხელმძღვანელს ქალბატონ თეონა სიჭინავას და ქალბატონი თეონას დახმარებით დაუკავშირდით ერთ-ერთ საუკეთესო პლასტიკურ ქირურგს პროფესორ ბატონ ნაჯის. ჩამოვედით კლინიკაში, დაგვხდა არაჩვეულებრივი გარემო, წესრიგი, რაც მთავარია, ყურადღება და სიყვარული. დღეს იგეგმება ნიკოლოზის ოპერაცია. ვართ დიდ მოლოდინში, რომ ყველაფერი დასრულდება კარგად, სამშობლოში დავბრუნდებით დამშვიდებულები, გახარებულები და მადლობას გიხდით აი ამ სიყვარულისთვის თქვენ ყველას. განსაკუთრებით ქალბატონ თეას სიჭინავას. Evet, hastamız Gürcistan'dan geldi. Hastamızın doğumsal olarak damak yarığı ve ilave olarak da orta hatta dilinde bir ilave dili var. Yani çift dilli bir hastamız. Operasyonda ilk aşamada küçük olan aksesuar dilini eksil edeceğiz. Daha sonra da damak yarığını onaracağız. Buradaki temel amacımız çocuğun damak yarığını onarırken konuşmasının daha iyi noktaya gelmesini sağlamak. Diğer taraftan da tabii ki ilave ek bir dilinin olması nedeniyle ağız boşluğunda konuşmayı engelleyen bir kitle oluşturması nedeniyle bunun çıkartılmasıyla da yine konuşmasına pozitif bir etki sağlayacağız. Yaklaşık ameliyatımız 3,5-4 saat kadar sürecek. Ameliyattan sonra hastanede 1 veya 2 gün tutacağız. Bu sürede sıvı gıdalar alacak. İyileşme süreci tamamlandıktan sonraki yaklaşık bir hafta 10 günde tamamlanıp normal hayatına dönecek çocuk. წარმატებულად ჩატარებულმა ოპერაციამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ნიკოლოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ნიკოლოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ძალიან კარგიც. გავდივართ მკურნალობას, დიაგნოსტიკას, ველოდებით ძალიან მალე გაწერას და ველოდებით ექიმის რეკომენდაციას. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პირველ რიგში პროფესორ ბატონ ნაჯის ამ საუცხო და ღვთაებრივი დახმარებისთვის. არ ვიცი როგორ გამოხატო მის მიმართ მადლიერება. მადლობას ვუხდი Sun Global Meds, კომპანია Sun Global Meds და მის დამფუძნებელს ქალბატონ თეონა სიჭინავას. რომ არა ქალბატონი თეონა, მე ალბათ გამიჭირდებოდა სწორად მომეძებნა ექიმი.